როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა დილიდან მე ყოველთვის ჩემ თავს უთმობ ფინჯან ყავასთან ერთად, თან ისეთი ამინდია რაღაც საოცრება. ვემზადები ჰაიროქსისთვის, დაართული ვარჯიშისთვის და იმის მაგივრად რომ მოვდუმდე, მინდოდა თქვენზე გამეშალა, როცა რაღაცა მინდება, ესე იგი უნდა დაგითმოთ თქვენ დრო. რა თქმა უნდა, გაშლა არ მომიფიქრებია, რაზე იქნება, მაგრამ მე ამაში რა თქმა უნდა დამეხმარება ჩემი პენტაკლების დედოფალის ზომიერება. მოდი ვნახოთ რამეს თუ შეცვლის სერიოზულობისკენ და რამდენად სერიოზულია. ახლა დამომიშდა, რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი. გაგვემარჯოს. მაგარია. ნახოთ, რამდენად სერიოზულია. ჯერ ნახოთ, ახლა რამდენად სერიოზულია და რამდენად სერიოზულობაში გადავა ეს ყველაფერი. რამდენად სერიოზულია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და რამდენად გადაიყვანს ამ ყველაფერს სერიოზულობაში. გადავწიე იეროფანტი იყო, ეხლა გადმოწიე იეროფანტია. მოდი ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გადავა სერიოზულობაში, რაღაცა გაკვეთილი გადაიზრდება, რა თქმა უნდა, საგანძურ ცოდნაში, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ზოგჯერ გონია, რომ რა თმინდა ხა ასეთი გაკვეთილები, მაგრამ არის რომ ადამიანები რაღაცნაირად ისე ვერ იზრდება. სამწუხაროდ ყველა იზრდება შეცდომას და ჩვენი მასწავლებლები რომ გონია რომ არის სკოლაში, სინამდვილეში ისინი არაფერს არ გვასწავლიან, არანაირი ცოდნა არ რჩება. პირიქით რჩება კომპლექსები და მთავარი მასწავლებლები არის ჩვენი ახლო წრე და საერთოდ ვისაც ჩვენ ვუშვებთ. თუ ამას მართლა ასეთი ჭრილით შევხედავთ, რეალურად არ დავიგრუზებით იმაზე მეტად, ვიდრე ვიგრუზებით და მოწყენილები ვართ. მე ამას არ ვამბობ. რაღაცნაირად თითქოს ფასორჩევებია, მე ამას ვამბობ პირველ რიგში საკუთარი გამოცდილებიდან და რა ვიცი, აბა რა უნდა გამიკვირდეს ახლა მე ადამიანებიდან. არაფერი. ნახოთ, რამდენად სერიოზულია ეს ადამიანი ახლა. და რამდენად სერიოზული გახდება და გადავა თუ არა ეს ყველაფერი სერიოზულობაში. კითხვის ნიშანი ისმის მაინც, იმიტომ რომ ხო ვიცით რომ შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს. ნახოთ რამდენად სერიოზულია სახ იმპერატრიცა მერთო ჩემო. ყოველ შემთხვევაში დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ყველაფერი სერიოზულია. მე მაინც უნდა დავსვაქ შეკითხვა, იმპერატრიცა ამ შემთხვევაში თვითონ არის თუ თქვენ თვითონ? არა თქვენ. აქ ნახე როგორი სიტუაცია ეხლა და რას და როგორ უყურებ. საერთოდ ეს ერთად ყოფნა, ეგრეთ წოდებული ერთად ყოფნა, იმიტომ თქვი ეგრეთ წოდებული, რომ არც ერთად ყოფნას არ ნიშნავს. შეიძლება არც ხარ, თან მიდის ეს ურთიერთობა და ემოციური საქანელა. ამ ყველაფერში დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რწმუნდება, რომ ის ადამიანი ხარ, ვისთანაც ერთად უნდა, მაგრამ რაღაცა არ გამოდის, აი რვიანი თასით. ახლა თუ მაგალითად ვიძახი ეს ადამიანი დაოჯახებულია, ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი, რაც ხელს უშლის და გადაწყვეტილებას, როგორც მე უყურებ, კაი ხანი არ მიიღებს და იქნება ესე გახლეჩილი, მაგრამ თუ ზუსტად იცით რომ არავინ არ აყავს, მაშინ იცი როგორ რაღაცაა, მინდა შენთან ერთად ყოფნა, მავსებ, ის ქალი ხარ, ვინც მე მჭირდება, მაგრამ შენს და ჩემს შორის დგება ის არჩევანი, მე თუ შენ, ანუ მე ჩემი სურვილები და ინტერესები თუ შენ. იცი როგორ რაღაცაა? კი არ უნდა რომ ძალით რამე გაგიფუჭოს და იმედები მოგცეს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ უნდა თქვენთან მიმართებაში, ორაზროვანია მაინც ეს ყველაფერი. თან აი აწონ-დაწონის მომენტია, მინდა მე ეს შანსები შენთან თუ არ მინდა. აქ ძალიან დიდი კითხვა ისმის უკვე შენ გინდა თუ არ გინდა, იმიტომ რომ აქვს ამის შეგრძნება უკვე, რომ მე ეს ახლა მინდოდა მე თუ მინდა, მაგრამ ეხლა რაღაცა ვაკვირდები, რომ შენ თუ გინდა. მე არ გამოვრიცხავ ამას, რომ დღეს შეიძლება თქვენც იყოთ ცოტა ისეთ პოზაში, რომ არა, ვიცი რა არის, მე ან ყველაფერი მინდა, ან როგორც შემეფერება, ან არაფერი. როგორ ფიქრობ ამ გოგოს? შეეფერება ყველაფერი შენი მხრიდან?
რა თქმა უნდა, ცხრიანი პენტაკლი ხარ, საოცრად კარგი ხარ, ყველაფერი გაქვს იმისთვის. არც ის არ გამიკვირდება კითხვა რო დასვას, რატო იწვალებ მასთან თავს, თუ კი არა, აქ აწვალებული მდგომარეობა არ ვიანითასი არ არის სახარბიელო მდგომარეობა. შენც და მანაც ძალიან კარგად იცით, რომ შეიძლება და უკეთესი ურთიერთობა ერთმანეთშიც და ცალკე, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდის. ხუთიანი ხმალი დგას თქვენ შორის. არის რაღაცები, რაც არ წაიშლება თქვენ შორის და რაც მეტად ხელს უწყობს ორაზროვან ურთიერთობებს. ორაზროვანია კი, მაინც არ არის სტაბილური, არა და არის სტაბილური თქვენთან დამოკიდებულებაში, მაგრამ მოქმედებით არ გამოიხატება ეს ყველაფერი. აქ ისეთი პერიოდები, ოღონდ ნახე დაუკვირდი რას. აქვს მიჯაჭვულობა მოთხოვნილება შენზე და ამ მომენტში არის აღფრთოვანებული. აი ზუსტად ეს უნდა, მაგრამ აქ ისეთი მომენტები, რომ ძალიან რომ უნდოდეს, სადღაც ქრება ეს ენთუზიაზმი არ იცის და ძალიან იფუშება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტონუსი და მიჯაჭვულობა. რამ შეიძლება თქვენი მხრიდან გამოიწვიოს, იმიტომ რომ ხდება ეს და მე უკვე აღარ ხდება და მე აქ რა გრძნობა მრჩება ეხა ნახე. ჯერ ჩემ აზრს ვიტყვი. როცა შენ ხარ იმპერატრიცა ცხრიან პენტაკლში ღმერთო ჩემო ქალი დედოფალი რა. სულთანში. აი ამ შემთხვევაში არ უნდება მიჯაჭვული იყო შენზე, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა. მაგრამ თუ შენ ცოტა დაუწევ ამ შენ მოთხოვნებს და გვერდზე გადადებ ინტერესებს და თავმოყარეობას, რაღაცნაირი რო ხდები, ხო იცი, ქალი რომელიც დღეს და ახლა ცხოვრობს და ჰიჰი ჰაჰა და რაღაცა არაფერს რო არ ელოდება და გარანტიებს არ ელოდება. ამ შემთხვევაში გეჯაჭვება, იმიტომ რაღაცა საოცრება ხარ ამ მომენტში. ეს რა გამოდის? ანუ მინდა ისე იყო, ანუ მორგებული ხარ მაინც მასზე, ასე ვგრძნობ მე ამას და მოდი მაინც ვიკითხოთ ახლა. არის რამე ისეთი, რომ გაუღვივდეს ეს მუდმივი ცეცხლი, მუდმივი ცეცხლი არსებობს, მაგრამ ცხრიანი თქო. 7-იანი ხმალი, რა არის ეს? თამაში. არასწორი ქმედება. არ ვიცი, თქვენ რას ეძახით საერთოდ, სწორს და არასწორს და манипуляციები არის ყველასთვის ინდივიდუალურად მორგებული. შორდა რაღაცას ნახე და მიდიხარ რაღაც. აი ეს უნდა. ის არ უნდა, მაგალითად, იცი რა, ძვირფასო, მე ვარ ესეთი შენთან მინდა ან სერიოზულობა ან არაფერი, ეს ყველას, თითქმის ყველას, როცა უკვე კითხვა ისმის და მიდის ქალი აქამდე, თავისთავად ხდება ისე, რომ იფუშება, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმი არავის არ უნდა შენიშვნები და არავის არ უნდა გაფრთხილება. აი ეს არ უნდა. ახსნა განმარტებების გარეშე და იცი რა, მე ამას ველოდები და რაღაც ის თამაშები უნდა. თამაში ძალიან, ყველას უყვარს თამაში, თამაშის წესები რო უნდა იცოდე. თუ არ იცი, ჯობი არ დაიწყო თამაში. აქ მაინც დამაიმედებელია ეს ყველაფერი, იცი? გადავა თუ არა ეს ყველაფერი სერიოზულობაში. ძალიან დიდი შანსებია. აი, ძალიან დიდი შანსებია. რა ქნას. მოდი ვნახოთ, როგორი შანსებია ეს. მაინც. წვალება. თუ როგორი შანსებია ეს. წვალება არა, აბა როგორი შანსებია. შანსებზე არ არის აქ საუბარი, აბა რა ხდება? მე თავის ტკივილი ხდება. ანუ ნახე. ეშინია. ამ ადამიანს ეშინია. სერიოზულობის. ის ნახე რატო ვთქვი რომ შანსებია თქო, მაგრამ მე რატო ვთქვი რომ არ არის შანსები? რისკები არ უყვარს. და მთლიანად აი დედაბუძიანად გაფუჭებას ურჩევნია, რომ სახელი რო არა აქვს არაფერს დარქმეული და ესე რო ფუჭდება, მაგრამ სახელი არ ქვია და არ აუშავს. აი გრძნობა აქ ისეთი, რომ თვითონაც დაზიანდება, თქვენს კმაყოფილი არ იქნებით და ეს ყველაფერი გადაიქცევა
ვალდებულებად, ანუ ვალდებულება არ უნდა. და მაინც რა შეიძლება აქედან გამოვიდეს შენი აზრით? ძალიან ბევრს ფიქრობს, როგორი ძნელია მის გადაწყვეტილება. რისკზე უნდა წავიდეს. რატო არის ეს რისკო არ ვიცი, მაგრამ რისკზე უნდა წავიდეს. არ უნდა გადმოგეწყოს და მიგიღოს მის ცხოვრებაში და სამყაროში მთლიანად, მაგრამ რო აფასებს, ახლა მე მივიღო ეს ქალი ჩემს ცხოვრებაში, არაჩვეულებრივია, მივიღებ. მაგრამ მაინც რჩება ფიქრის რეჟიმი, ანუ მივიღებ, მისაღები ხარ, ყველაფერი რიგზე გაქვს, მაგრამ ფიქრი, აი რატო რჩება ეს ფიქრი, გარდა იმისა, რომ გეშინია და რაღაცა რუტინად არ გინდა გადაიქცეს, აი რატო გეშინია, რა დგას ამის უკან? პირველი არჩევანი დგას, ოღონდ სულიერში, რა თქმა უნდა. და არა ესე რა ქვია, დედა კიდე არ არის ისეთი დაბრკოლება არჩევანი. მე უფრო ვიტყოდი, აქ არის ქალი. ერთი ეს. რა ფიქრია? სულელი უნდა რომანტიკა უნდა სიყვარული უნდა ყველაფერი, მაგრამ არ უნდა როგორ იცი? ან ჩვენ მივდივართ ასე, ან ასე. არ უნდა ეს კატეგორიულობა ამას. ეს არ მინდა. ანუ ნუ შემბოჭავ, მე ვარ თავისუფალი სულის ადამიანი, მე თავისუფალი ვარ. სხვათა შორის მე მინახავს ძალიან მამაკაცებს ესე გახლართული ესეთ love story-ებში და თან ამბობენ, რომ მე ვარ თავისუფალი, მე არც ცოლს ვეკუთვნი და არავის. საინტერესოა, ვის ეკუთვნიან? იმედია ასეთი პერსონაჟი არ გყავთ, მაგრამ მე ვთქვი, რომ არსებობს ასეთი ადამიანები. იმასაც ვერ ვიტყვი სამწუხაროა თუ სასიხარულო არ ვიცი ნამდვილად. ნახე, ხო კარგი ხარ, ყველაფერი ხარ, მაგრამ ცალ-ცალკე არაჩვეულებრივი ვართ ორივე, მაგრამ ერთად შეიძლება ჩემი მზე დაიჩრდილოს. ვცდილობ ვიყო შენთან გულწრფელი დამოკიდებულებაში და თუ კარგად შეხედავ და მიხვდები რა თქმა უნდა ეს ადამიანი არაფერს არ გატყუებს, წვალება, მანიპულაციები და უაზრო რაღაცეები ამაშიც დევს სიმართლე, ანუ ცხადია, ხო? ხოა ცხადი რომ სიმართლეს გეუბნება ამით. მაგრამ აი რომ შემოცუროს აი ამ 10-იან თაში ამ ბედნიერებაში, არა, მე ეს ბედნიერება არ მინდა მაინც, ხო კარგია, მაგრამ არ მინდა ეს ყველაფერი. რა გინდა ის? ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა? ნახე როგორ რას ამბობს. მე მინდა ურთიერთობა, მე უარს არ ვამბობ ბედნიერებაზე, მე ვხედავ სტაბილურად ყველაფერს, საერთოდ შენთან კი არა, საერთოდ რასაც ყვება. მაგრამ როგორც მე მინდა და რანაირადაც მე მინდა, მე არ ვარ ეხლა მზად გადმოვეწყო, გადავეწყო, ეს გავაკეთო, ეს გავაკეთო, მე არ ვიცი, მე არ მინდა ესეთი სიყვარული, მე არ მინდა ესეთი ურთიერთობა. რანაირი მამაკაცები წამოვიდა, ესე კი არ მიგვირს ეხლა ამის მსჯელობა ასე, მაგრამ ასია. მე ექნება მე აუცილებლად ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა არ მინდა ეს. გეგონება ვინმე აძალებდეს რამ. შეიძლება აძალებთ. რჩევა თქვენთვის, რა ვიცი, რა გირჩიოთ აქედან გამომდინარე გოგონებო, თქვენ ყოველთვის ხვდებით რჩევებს. რჩევა. არ თქვათ, რომ არ გამოგიცდია, არ თქვათ, რომ არ გინახავთ, არ თქვათ, რომ არაფერი არ იცით, ყველაფერი იცით. ამაზეც, ურთიერთობაზეც გახდი მისთვის საჭირო. ოღონ როგორ უნდა გახდე იცი მისთვის საჭირო, ხარ რა თქმა უნდა იმაზე ვლაპარაკობ, ვისაც უნდა მაინც ეს ურთიერთობა, ვისაც არ უნდა ფერჩევა არა საჭირო. აი როგორ უნდა გახდე იცი საჭირო, ისი კი არა მე მოდი, იცი რა არის, მე როგორ ვთქვი, რომ მე ესეთი ვარ და მე უკვე ესე მინდა დამღალ, ანუ არანაირი ჩარევები, არანაირი მოთხოვნები, არანაირი აი გულის გადაშლა, არა. მე ვარ ჩემთვის, ყველაფერი ნანახი მაქვს, ყველაფერი ნანახი გაქვს, 1000-ჯერ გაქვს მოსმენილი. მე ვიქნები ჩემთვის კაცო, თუ გინდა და შენ უნდა გავაკეთო. შენ უნდა ჩადო ყველაფერი ამაში, ისე უნდა ჩადო, რომ აი მე გამეხსნას ეს ჩემი სულიერი მდგომარეობა ისეთნაირად, რომ ყველანაირი წყენა, რომელიც ჩვენ შორის იყო და შეიძლება არის, გაიხსნეს და მასა შეუძლია. მას შეუძლია შეცვალოს ის წყენა, ის დამოკიდებულება, რომელიც დგას თქვენ შორის და
დაამტკიცოს იმით, რომ სინამდვილეში რა უნდა. საერთოდ მე გიტყვით ერთ რამის. შეიძლება არ გაინტერესებდეთ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი. თუ მამაკაც უნდა თქვენი შეკითხვების, კითხვების და ყველაფრის გარეშე გააკეთებს, მართლა გააკეთებს. და თუ ხართ დაკვირვებული, რაც უფრო მეტად უღეჭავთ ამ ყველაფერს, რაც უფრო მეტად ერგებით და ყველაფერს აკეთებთ, არაფერი მაგას არ შველის, არაფერი. რაც უფრო არ აკეთებ, მე დასტურები, რაც უფრო არაფერს არ აკეთებ, რომ მიდის თუ რა მიდის, ამას იკიდებ, გრუბად რო ვთქვა. ყველა ხდება რა უნდა. ადროვეთ ადამიანებს მიხვდეს თვითონ რა უნდა და შენ თუ გეჩქარება და შენ თუ ყელში ამოგივიდა, შენვე უნდა გადაწყვიტო რა ამოგივიდა, ყელში სხვა არ აკეთებს. ანუ უფრო რომ მოიზიდო, რა თქმა უნდა გახვიდე და გაიწიო. გაწევაში როგორც უფრო დაელოდო. დაელოდე კაი ადამიანსაც, რატომაც არა, ეს არ ნიშნავს არაფერს სულს. სულს აკეთებს ის, ვინც ცდის შენს მოთმინებას და მოლოდინს და ადამიანები არ უნდა გამოვცადოთ. მარტო ქალებზე არ მაქვს ლაპარაკი. მამაკაცებს, ქალებს, ყველა ერთნაირია, ვისაც გული და სული აქვს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ყველა კაცი ერთნაირი. არა, მე არაჩვეულებრივი მამაკაცები მყავს ოჯახში და მე ვიტყვი, რომ ბარეული ქალი ვერ მივა მაგათთან. ამიტომ მე არ მინდა, რომ ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო. არსებობს არაჩვეულებრივი ქალებიც და მამაკაცებიც. ამიტომ თქვენი ადამიანი ყოველთვის თქვენთან მოვა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუკვირდეთ მოქმედებებს, მოთხოვნებს და უნდა ვისწავლოთ გაშვება. ყველაფრის სიტუაციიდან, ადამიანიდან და საერთოდ ყველაფერი, არაფერი ჩვენ და არავინ არ გვეკუთვნის. ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ხო, ამაში არის მართლა ძალიან დიდი ჭეშმარიტება და მე ვიცი, რასაც ვამბობ. მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და